საძირკველი, ანუ ფუნდამენტი შენობა ნაგებობის კონსტრუქციული უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. კონსტრუქციულად ფუნდამენტზე ხდება შენობა ნაგებობის დაშენება, ის ძირითადად არის მიწის სიღრმეში და ფუნდამენტი იღებს ყველა სახის დატვირთვას შენობა ნაგებობიდან, შემდგომ ის განმოხდავს, გადასცემს მას ფუძეს, ანუ გრუნტს. ფუნდამენტი, ანუ საძირკველი არის წერტილოვანი, ლენტური, თლიანი ფილა და ხიმინჯოვანი. ასევე არის კომბინირებული ფუნდამენტი, სადაც ერთზე მეტი ფუნდამენტის ტიპი არის კონსტრუქციულად გადაწყვეტილი. რას ნიშნავს ეს? როდესაც წერტილოვანი ფუნდამენტი და ლენტური ფუნდამენტი ერთობლივად არის ერთი შენობა ნაგებობის ფუნდამენტში გამოყენებული, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის კომბინირებული ფუნდამენტი. ასევე შესაძლებელი არის ორზე მეტი კონსტრუქციული კომბინაციის გამოყენება. ეს დამოკიდებულია შენობა ნაგებობის ფუნქციაზე, მის შემდგომ დატვირთვაზე, გარემო პირობებზე, ნიადაგზე და ასევე დამოკიდებული არის კონსტრუქტორზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ის თავის კონსტრუქციულ ნახაზში.